გამარჯობა, ეს არის სპორტულ ანალიტიკური პოდკასტის შედეგს მიღმა და დღეს გადავწყვიტეთ, რომ ვისაუბროთ ბოტანიკაზე, გუშინდელი ფინალის მერე. ცოტა ცუდ ხასიათზე ვარ მე, მაგრამ არის ხალხი, ვინც არც ისე ცუდ ხასიათზეა. გილოცავთ სეზონი დასრულებულია და შეგვიძლია რომ შევაფასოთ ფინალით. ამისთვის ჩვენ მოვიწვიეთ გიორგი გულავა, მადლობა სტუმრობისთვის. იქით მადლობა. და მე გავჩუმდები დღეს, არ ვილაპარაკებ დიდად არაფერს. თქვენ დაიწყეთ მოყევით, რავი, რაღაც ფინალი იყო, მე მგონი გუშინ. მიუნხენის მიდამოებში. ხო, სადღაც გერმანიაში, ხო? ხო, არ ვიცი რა მოხდა, არ მიყურებია თამაშისთვის. ხო, გილოცავთ ყველას პირველი ქართული ჩემპიონთა ლიგურ ფინალური გოლი. 73 წუთზე ვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა და გახადა ანგარიში 4-0 და რა სიტყვით გუშინდელ თამაშზე. იცი რა, ძალიან რთულია რომ გუშინდელ თამაშზე კონდეს განსხვავებული აზრი, იმიტომ რომ ერთია გასაგებია რომ PSG ამ ტიტულამდე ძალიან დიდი ხანი მიდიოდა და მის გულშემატკივარს ამის მოლოდინი ჰქონდა. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტრავმირებული გუნდი იყო ევროპული ფეხბურთის გრანდებში, იმიტომ რომ წლიდან წლამდე ამხელა ინვესტიცია ჩადო გუნდში, ამხელა მოლოდინებით შეხვდე და პრინციპში ვერც იმას ვიტყვით, რომ PSG-ს ერთი ნაბიჯი აკლდებოდა, ერთი ფინალი აქვს, ხო? ძალიან ბევრჯერ საკმაოდ ესე ტრაგიკულად ხანდახან სამარცხვინოდაც უცნაურადაც გავარდნენ და ანუ PSG-ზე დაცინვა, PSG-ს მიმართ ცოტა ეს დაგდებული დამოკიდებულების ქონა, ეს იყო ყველაზე სტანდარტული ტრენდი. ამიტომ PSG-ს გულშემატკივრის კუთხიდან და ახლა პირველი ქართული გოლი ახსენე ამ ხრივ გასაგებია რომ დიდი ამბავია. თუმცა ობიექტურად ფეხბურთისთვის ახლა ჩემთვის პირადად მაგალითად უფრო ისეთ როგორც ნეიტრალურ გულშემატკივრად უყურებდი და მოლოდინი უფრო მეტი იყო, იმიტომ რომ ფინალში ყველაზე სულ მცირე ელოდები ბრძოლას მაინც. ფინალში შეიძლება არ ქონდეს ბევრი და კარგი ფეხბურთის მოლოდინი, გუშინ იყო ბევრი და კარგი ფეხბურთი იყო ერთი გუნდის შესრულებით, მაგრამ კომპეტიტივ თანაბარ შეხვედრას ხაწაგან ვიხსენებით ხო, ბაიერნი ჩელსის ფინალი იყო, რომელიც იყო ცალკარა, მაგრამ ჩელსი 120 წუთი იყო თამაში. გუშინ ინტერი თამაში არ იყო ალბათ არც ერთი წუთი. და ეს თვითონ იმედგაცრუება, რომ ესეთ დიდ ფინალს ელოდები ორი განსხვავებული კონტრასტული გუნდია, ეს თავისებურ ინტრიგას ქმნის, რომელ სცენარში იქნება თამაში და ჯამში ვიღებთ 5-0-ს, რომელიც არის ცალკარა და ლიგა 1-ის აუტსაიდერთან შეხვედრის ფორმატს გავდა ეს შეხვედრა, ობიექტურად იმედგაცრუება არსებობს. იმის იქით რომ კვარა მოიგო და PSG მოიგო და ლუის ენრიკეს თავის ისტორია აქვს. ხო, ანუ ტაქტიკურად რო ვთქვათ, ორი მთავარი ასპექტი იყო, ხო? ერთი PSG-ს პრესინგი, ინტერის ბილდაპთან, ხო? ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, რომ აი ზომერი რა როლს შეასრულებს ამ ბილდაპში, რომ PSG პერსონალურად დაპრესინგებს, პერსონალური პრესინგის დროს მეკარე რჩება თავისუფალი და ზომერია და ზომერი პასით კარგია და ეს იქნება რაღაც ფაქტორი და ასე შემდეგ, მაგრამ გადაუარეს უბრალოდ პრესინგით. დემბელეს ჰქონდა ძალიან დიდი როლი, პირდაპირ მეკარემდე მიდიოდა და ამიტომ 26 წუთი იყო, როცა ზომერმა პირველად გააკეთა ზუსტი პასი PSG-ს ნახევარზე. პირველ ტაიმში ჰქონდა 2 ეგეთი ზუსტი პასი. მე 5 წუთზე იყო, რომ დაუბრუნდა ბევრი მე-7 წუთზე ბურთი და ისეთი პრესინგი იყო, რომ მარცხენა ფეხი გადააგდო აუჩზე, ეგრევე. და ეგრევე თვალში, ანუ ინტერი პირველ 10 წუთში ბურთიანად ამოვიდა ერთხელ, მაგრამ თან ინტერი ეს არის გუნდი, რომელიც უნდა ამოვიდეს კომბინაციით. დრიბლინგით არიან სერიაში მე-19 გუნდი. ანუ იქ არ არის დრიბლერები, რომელსაც რაღაც დრიბლინგით წამოიღებს. მაგალითად, ბაიერნის პრესინგი. არის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპაში. ანუ გუშინ ლუის ენრიკეს დამსახურება არის ძალიან დიდი. ანუ არის ხოლმე აი წვრთნელის გამარჯვებაც. და წვრთნელის გამარჯვება იყო გუშინ ლუის ენრიკესი, რატომ? იმიტომ რომ გასაგებია რომ ეს მოლოდინი რო პრესინგი თუ ბილდაპი ყოველას ჰქონდა, ახლა ეს ორი გუნდი თუ გინახავს, თავარი ინტრიგა არის, მაგრამ ინტერი ზუსტადაც რომ პრესინგის წინააღმდეგ თავს ცუდად არ გრძნობს. ეგ არის მაგათ ძლიერი მხარე. მაგალითად ის გოლები, რომლებიც შეაგდეს ბაიერნთან, როცა ლაუტარო ჩამოვიდა, ამოიტყუა მცველი, მერე დატოვა ფლანგიდან შერბის. ამას აკეთებენ ძალიან მაგრად. ორივე მათი ფორვარდი არის ამ ტიპის თამაშისთვის ზედ გამოიჭრელი. ლაუტარო არის დაბალი, მაგრამ აქვს სიმძიმის ძალიან მყარი ცენტრი. შესაბამისად ბურთს მაგრად იჭერს. ზურგით როცა ზურგით მაგრად დგას, ამ ბურთის შენარჩუნება შეუძლია და ტურამი ძალიან მაგრად გადის სივრცეებში.
ფლანგებიდან ორივე მოთამაშე დუმფრისიც და დიმარკოც ასევე ამ სივრცეებს მაგრად ითვისებს. ამიტომ ამ სცენარში რომ PSG მიაპრესინგებს, მე თვითონ მოლოდინი იყო რომ მე რა ბაიერნმა რომ მიაპრესინგა ინტერი. ხო, მან ახლა ორი საკითხია, რადგან ერთია ჩემთვის ყველაზე უცნაური არის ის რომ რაც არ უნდა მაგრამ მოგაპრესინგონ. რაც არ უნდა ბილდაპი არ გამოგდიოდეს და ბურთებს ყრიდე აუტებში. ამის მიუხედავად ფინალში ყოველთვის არის ოფცია, მით უმეტეს როცა ინტერი ხარ, დავდგები პოზიციურ დაცვაში და რაღაცა მონაკვეთს მაინც გადავაგვარებ. ჩელსის მონაკვეთი რა არის, ხო 120 წუთი იცავდნენ, ერთი გაუშვეს, ერთი კუთხურიდან დროგბამ ის გოლი გაიტანა, ანუ ფინალი არ შეიძლება ესე მარტივად წააგოს, ეს მოლოდინი ეგა. აი დაცვაში რომ ინტერი ვერ დადგა, იმიტომ რომ გოლამდეც საერთოდ ბევრი სივრცე ჩანდა ინტერის ნახევარზე. ინტერი პოზიციურად ცუდად იცავს თავს, აი პირველი გოლის დროს ძალიან კარგად ჩანს რომ რუისი რო იღებს, ვურც სამი კაცი არის გადასული რუიზე, ბარელაც იქით გადავიდა და ვიტინია დატოვა. თან ეს არ იყო ერთეული შემთხვევა, როცა აი თუ მარცხნივ იყო ბარელა მირბოდა ფლანგის მოთამაშეზე, თუ მარჯვნივ იყო მხითარიანი მირბოდა და ჟოაუ ნევესი რჩებოდა თავისუფალი. ეგეთ შეცდომებს უშვებდნენ. ნუ იქ გასაგებია რომ დიმარკომ თამაშგარის ხაზი ვერ დაიცვა და რაღაც დუმფრისმაც ვერ დაიცვა იქ დიმარკოს ბრალიც არ იყო ისიც ჩარჩა. მაგრამ ეს პრობლემა იყო და ინძაგითან ყვიროდა რაღაც ამაზე ქონდა ეთყობა რაღაც რეაგირება რომ მაშინ უნდა იყოფილიყო ლაუტარო და ტურამის დაცვაში უნდა ჩამოსულიყო და მათ უნდა ეთამაშათ ვიტინიაზე და ჟოაუ ნევესი და ეს იქნებოდა ნუ ისეთი ცალსახა ავტობუსი. ან ისინი არ უნდა გადასულიყვნენ ფლანგებზე. ეს ვერ დაალაგდა. ნუ 2-0 როცა გახდა, მე უკვე ავტობუსის ოფციამაც რომ არ იმუშავა, იმიტომ რომ ავტობუსის ოფცია ფინალშია ყველა გუნდს. ანუ ფინალში რომ გადიხარ 90 წუთი რომ ერთი ხარ, ფინალში გასვლა უკვე ნიშნავს რომ რაღაცა იმ ტიპის კვალიფიკაცია და კომპეტენცია გაქვს, ისე შეგვიძლია თამაში რომ რაც არ უნდა დაცვა შენი ძლიერი მხარე არ იყოს, რაღაცა მონაკვეთი ფინალში მოგიწევს, ხო, თავის დაცვა. მით უმეტეს ახლა ინტერს აქამდე 360 და მეტი წუთი უმეტესად მეორე ნომრად დაცვიდან თამაში მოუწევ გულისხმობ ბარსასთან და ბაიერნთან. ამის მიუხედავად რომ ამან ასე არ იმუშავა ამ სცენარმა, ანუ ინტერმა ვერ მოახერხა თუნდაც აი ამ პოზიციურ ყრუ დაცვაში რაღაცა მონაკვეთების გადაგორება. ხო არის თამაში არ მიგდის და უნდა გადავაგორო 10 წუთი, 15 წუთი და მე ვნახოთ რა იქნება. ეს იყო ყველაზე უცნაური. რომ ეს 5 გოლი რაც გაუშვა, იყო სრულად დამსახურებული. XG-დან დაწყებული გაწმების რაოდენობით, რომ შეხედავდი და 0-0-ზეც აი არ იყო ხალ რომ რაღაც უცნაური გოლი გავა. ანუ PSG-ის პირველი გოლი საკმაოდ ლოგიკურად გამოიყურებოდა. და იქ პრესინგზეც მინდა დავუნდე, იმიტომ რომ PSG-ის პრესინგი ცოტა დაუფასებელია ამ სეზონში, იმიტომ რომ ძალიან დაუფასებელი. გაგახსენეთ ლივერპულთან პირველ თამაშს. წააგო ის თამაში PSG, მაგრამ აი გადაუარა, ხო? ეს თამაში და ზუსტად პრესინგი და ლივერპულიც არ არის ესეთი გუნდი, ლივერპულს ძალიან ძლიერი ბილდაპი აქვს. აი ყველაზე მაგრაა მოდის დაცვა. მე რო გითხო, ყველაზე ნაკლებად ვის წინამდე უნდა გინდოდეს კონტრშეტე, ანუ ყველაზე ნაკლებად ვის წინამდე უნდა გინდოდეს რომ კონტრშეტევის უფლება მისცე. ეს არის ალაჰი ლუის დიასი ლივერპულიდან. ეგ საუკეთესო თამაში იყო ალბათ ლივერპულში. თუმცა ლივერპულმა რაკნა 80 წასაგები თამაში იყო, მაგრამ საოცრებები აკეთა კიდე. გადატანის ხარჯზე 5-0 არ წაუგია რა. მოიგო ის თამაში. რაღაცა მონაკვეთები გადააგორა. მიუხედავად იმისა, რომ აშკარად ცალკარა იყო. ერთი რაღაც მინდა ვთქვა, Paris Saint-Germain-ის პრესინგზე გუშინ ჩემი აზრით რამაც მოკლა თამაში და რითიც შემიძლია ვთქვა, რომ ლუის ენრიკემ ჩაუტარა აი მასტერკლასი ინძაგის. ყველაზე მეტად რაც მომეწონა, ნუ დიმარკოს კატასტროფა თამაში ქონდა. აი რაღაცა შეშინებული ბავშვით დარბოდა და ჩალხანოღლუ იყო აი კატასტროფა. კი, ჩალხანოღლუ გუშინ ეთერში ვიყავით, რომ რამდენჯერ იყო რომ ბურთის მიღება უწევდა სადღაც აი აქ კუთხეში და სასოწარკვეთილი რაღაცა რომ ჩხუბობდა. ანუ როცა ჩალხანოღლუს უწევს აქ ჩამოსვლა, იმიტომ რომ შეტევა ეს არის ყველაზე ყრუ ზონა, ხო, ერთ-ერთი. ხა პლან აქ აუტის ხაზით ხარ შეზღუდული. აუტის ხაზით ხარ შეზღუდული. და ცოტა ოფცია აქვს შორსა. და წინ უნდა გადააგდო არ მეკარისია. თუმცა მაგალითად ერთი რაც არსენალმა მაგრა გააკეთა და რაც აი ბარელასთან და ჩალხანოღლუსთან მოლოდინი გქონდა, ხო? ბარელასაც აქვს ეგ. მაგაში გეთახმები რომ ლუის ენრიკე არის მთავარი შემოქმედი. არსენალს ჰქონდა ძალიან მაგარი დიაგონალები ჰაკიმის და მენდეშის უკან. რეალურად გუშინ ხა დიმარკოს რაც მოვიდა იყო ძალიან ლოგიკური, ძალიან ბევრი ლანძღე გუშინაც ხა თუ ორივე ჩვენს ეთერს ერთი და ადამიანი უყურებს შეიძლება ცოტა გაბრაზდეს რომ რა დაგიშავა, მაგრამ დიმარკო არის ძალიან სუსტი მცველი, როცა უწევს პოზიციურ დაცვაში თამაში. დიმარკო ძალიან მაგრა უტევს, ამიტომ გუშინდელი თავარი ინტრიგა რა იყო? დიმარკოს თუ მოახერხებდა რომ აეწია, ანუ მისი ორთაბრძოლის
მონაკვეთი ჰაკიმისთან აეწია და ან ჰაკიმი იძულებული ყოფილიყო უფრო შორს ეგ დიმარკოსთვის მომგებიანი სცენარია, მაგრამ გუშინ რა მოხდა? დიმარკოს უწევდა თამაში აი აქ, დაცვის ხაზზე. შესაბამისად, აქ როცა დიმარკო თამაშობს დიდი ხანი, არ არსებობს ეს თომარ, ანუ დროის ამბავია, ლოგიკურია, რომ შესაბამისად უნდა დაუშვეს. და რამ არ იმუშავა, რაც ასევე გამიკვირდა, აი ჩალხანოღლუს შემთხვევაში. არსენალთან მაგრამ მუშაობდა დიაგონალები მენდეშის და ჰაკიმის უკან, როცა ეს ორი ამოდის ძალიან მაღლა, ეს სივრცე გინდა არ იმარჩება აუთვისებელი. ეხლა აქ არის ოპცია რომ ტურამს შეერბინა ან ბარსელონასთანაც იმუშავა რამდენჯერმე, მაგრამ აი ზუსტად ეგ მქონდა მოლოდინი, რომ აი ამას გაშლიდნენ ესე რა. გადაკიდება იმუშავა არც ერთხელ. ხო და კიდე მხითარიანი ამოკეტეს აი ეს ჩალხანოღლუ მხითარიანზე, აი ეს მოთამაშე სულ აქ იყო. ანუ ნუ აქეთ იყო მხითარიანი უფრო, მაგრამ აქ იყო. და სასწაულის ჩალხანოღლუს ხო სასწაულის სტატისტიკა ქონდა 34 პასი ქონდა გაკეთებული 34 ნომერს ქონდა უფრო მეტი 14 ქონდა ზომერს 6 ნომერს 34 პასი და პროცენტულობა აბა გაარტყით 50-აც და 60 80-მდე ვერავით ან 34 პასიდან სადღაც 8 დაკარგა ხითარიანის პასების რაოდენობა გითხრათ 30-ში 25-30 მართლა 10 პასი არ არსებობდა თამაში ანუ აი ზუსტად ეგ იყო რომ რეალურად ესეთ თამაში როცა ფლანგზე ნუ ხვიჩა ჩვეულებრივად რავი მე 80 წუთზე რო გაიყიდა დუმფრის აი რაც ბარსელონასთან აკეთა ამოუღო ყველა მაგრადაჩა ჯერ ხო ჯანს აკარგინებდა ან როგორც კი აკრებდა დუმფრისი რაღაცა სიჩქარეს დაჯახებებით რაღაცა ხელის შეშლით ისე რომ აი ეს პირველი ტემპი დაეგდო დუმფრის და აი ნუ ჯერ ხო ვერ ცდებოდა, მაგრამ აი თუ გაცდებოდა, მე იქიდან ხდებოდა ეს ცხოველი მენდესი და აი დუმფრისმა კაი არ მინდაო რა. აი ამან ჩემი აზრით იყო ერთი ფაქტორი, რაც მოიგო ის, რომ ხითარიანამდე ბურთი არ მიიტანეს და მეორე ყველაზე მეტად რაც მომეწონა და ლუის ენრიკეს რატო უნდა დაუკრათ ჩემი აზრით ტაში ნუ ჯერ ფეხბურთში ვარ რომ მეკარე არ უნდა დააპრესინგო რა იმიტომ რომ ჯერ ისედაც ერთით მეტი კაცია მეკარე და პლუს მეკარეს თუ აპრესინგებ უკვე ორი კაცი რჩება თავისუფალი რა და ყველაზე მეტად რამაც გამოუცა ძალიან რთულია მოედანზე ქნა ეს როგორც კი აი პირველ ნაბიჯს გადადგა ნუ მოდი ეს ცოტა ეს გავწიოთ რომ სადღაც ამას რაღაც მომენტში ამასაც ცდილობ. აი როგორც კი პირველ ნაბიჯს გადადგავდა დემბელე რომ ისულიყო ზომერზე, მომენტალურად აი ეს 4 კაცი, ნუ ხანახან 4 არ იყო და რაღაცა ესეთი 3 კაცი რჩება. აი მომენტალურად არბოდა ცენტრის ხაზთან. ანუ ამითი რა შვებოდნენ რომ ერთი რომ თამაშგარის ზღვარს ქმნიდნენ, მეორე მოედანს გიპატარავებენ და მესამე რომ ამა თუ ესენი უკვე პოზიცია არჩეული აქვს, სადაც იციან რომ ზომერი პასს გააკეთებს და უწევთ გადაწყობა და აი დემბელე აი ამ მონაკვეთს გარბის ალბათ წამნახევარში და წამნახევარში უნდა გადახვიდე ზომერმა უნდა დაინახოს ის სადმირბის და აი ძალიან არო ესეთი 25 წელია ინტერის გულშემატკივარი ვარ მახსოვს პერიოდი რომ მოედანზე თამაშობდნენ მოთამაშეები რომლების სახელებიც არ ვიცოდი რაღაცა ბიაბიანი და ვინა საფირ ტაიდერი და იმას რა ერქვა ბელფოდილი იშაკ ბელფოდილი მოიყვანეს ახალი კავანია აი მაგ პერიოდშიც ინტერი ესეთი უსუსური არ იყო ფინალში არ ყოფილა ანუ არც სასაც ჩვენ უყურებთ იმ პერიოდში მე ერთი მახსოვს ეგეთი რომელი ხო მილანი ბარსელონა 4-0 მე არ ხე მაგას გავჩენდი მაგრამ არ მინახავს ეგ თამაში მე მინახავს პოსტფაქტუმ და ერთ-ერთი დიდი სენსაცია ბარსელონა იყო ფავორიტი მაგრამ ეგ თამაში იყო კლასიკური შემთხვევა როცა ძალიან შემტევი გუნდი ეთამაშება ძალიან მაგარი დაცვის გუნდს და სულ კონტრშეტევებზე იჭერენ ანუ ცალკარა იქ არ ყოფილა იქ სავიჩევიჩის გოლი რო ნახო მასაროს გოლი ნახო რა არის ანუ მილანი იჭერს ბარსელონას შეცდომაზე და კონტრშეტევაზე გამ ანუ ცალკარა რო ერთი გუნდი ვერ თამაშობს ხო მე რაც გამახსენდა გუშინ იყო აი
არსამ რომ Manchester United-ს მოგოს 1-1. აიმით რომ არის ცნობილი რომ მე შეეხვეწნენო თავი დაგონებებს. მაგრამ ეგეც არასაფეხბურთო. ძალიან დომინირებდა. ნუ ანგარიში არ იყო უბრალოდ ეგეც საფეხბურთო არ იყო. მაგრამ დომინაცია ისეთი იყო. ანტირეკორდია Benfica-ს აქვს რეალისტვის გატანილი 1900 რაღაც წელს. 5-7 აქვს რეალს. 7 რეალს გატანილი აინტრახტი. ხო, 7-3 იყო. 4 თმოლები იყო რამდენჯერმე, Barça Atletico-სთან თამაში. 5 ვიძახ. 5, ხო, 5-3 იყო, ეგ მე მგონი რეალი Benfica. Benfica, ხო, Eusebio's ორი გოლი და Puskashi's hat-trick. ეგ იყო რომ 5, რაც რო გადაუყევი. კი, 5-ც არ გაუტანია. ერთი საგნახევარი ფურცulis მერე მივედი მანდამდე. ისე ორ მოთამაშეზე მინდა ცალკე თქვა ერთი ვიარე ვიტინიას აი სულ მიდის ხო ფეხბურთში როცა მიდის პრაქტიკაზე საუბარი რომ აი ნახევარბრუნში უნდა მიიღო ბურთი უნდა მიიღო ნახევარბრუნში და აი ჯონ სტონსი ნახევარბრუნში იღებს ბურთს და აკანჯი ვერ იღებს და დაინგრასიტის თამაში ამის გამო და რამდენი გოლის ეპიზოდი იყო მესამე გოლის და კიდე რამდენი ეპიზოდი იყო იღებდა უბრალოდ ზურგით მოწინააღმდეგის კარებისკენ მაგრამ იმდენად ზუსტად მოძრაობს იმდენად ყველაფერი გაქვს გათვლილი და სტატისტიკაზე მთელი სეზონია მიუყვები ამ სტატისტიკას და ამიტომ ახსოვს ეგრე არანორმალური სტატისტიკა 17 თამაში ჩემპიონთა ლიგაზე აქვს აღებული 3 ჯარი ხო ძალიან საყრდენი ნახევარმცველია პეში ხო ძირითადად ბურთს ფლობს გარდამავალ ეპიზოდებში ყველაზე უფრო ხშირად ამას უწევს დაცვას ცველებთან ერთად 3 ჯარი მაქვს აღებული მე ყველაზე მეტი არადა იგივე ანუ ფინალისტებიდან ყველაზე მეტად გარდდება მე ენდეში და 35 ართმევა აქვს და რაღაც ესეთი ანუ არადა და პასების სიზუსტე 95% უჭირავს რაღაც ფენომენალური მოთამაშეა მართლა 172 სანტიმეტრია სიმაღლე არანაირი ფიზიკურობა არანაირი სხვა რამე იცი რა ეგ რაღაცა მხრივ უპირატესობას გაძლევს ანუ ბურთის ფლობის დროს როცა გაქრეხ წელაუტარის სიმდიდრის დაბალი ცენტრი და სტრაფად ტრიალდები ანუ ვიტინიას რო კონდეს რაღაც პატრიკ ვიეირას აღნაგობა ვერ დატრიალდებოდა ესე სტრაფად ვერ დატრიალდები და ზოგადად ერთ-ერთი დაუფასებელი წეგანახა შემოსვლებს საუბრობთ არის PSG-ს ცენტრი მან არის ფაბიან რუისი რომელიც არ არის შემთხვევითი რომ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეც იყო და პრინციპში ყველაფერი ანუ არასოდეს არ ახსენებენ ხოლმე ფაბიან რუის ეს არის პასშიც პრესინგშიც შორიდან რო არ ტყავს და შეტევაში ჩართვაც ის ეს კიდე სხვა ფაქტორია და თვითონ ეს PSG-ზე სამეული ქმნის ძალიან კარგ ბალანსს ნევეში რომელიც ამ თავისი დინამიკით მოძრაობით ორთაბრძოლებით ვიტინია რომელიც ტემპს მართავს და აი ხაზების გაჭრა რასაც ეხერხება მაგრად ეხერხება ეგ და რუისი რომელსაც მეტაკარად ყველაფერი იცის და ყველაზე დიდი უპირატესობა ახლა ჩვენ ფლანგებზე გავამახვილეთ ყურადღება ხო რაღაც დიმარკოს კატასტროფული თამაში ქონდა პრინციპში ლაუტარო და ტურამიც იქამდე ბურთი ცოტა მიდიოდა მაგრამ როცა მიდიოდა მაგრად აჩაგრეს ანუ ერთ-ერთი ორთა აი ის რაც ლაუტარო ჩამოვიდა ბურთი გაიღო და მე ახლიდან ანუ ეხლა წაღა უკვე ჩვენები ესე როცა ამოდიხარ ყოველთვის ხდება იმის საფრთხე რაც მაგალითად ბარსელონას მოვიდა პირველ გოლზე ხო რომ იმან ერთი პასი თუ მაინც მიიღო შენ ზონაში შეიძლება აქ ვიღაცაზე შეირბინოს მაგრამ თუ აქ თამაშობს დუმფრიცი და აქ თამაშობს დიმარკო ის აქედან ვერ შეირბა აი აქ თუ თამაშობს აქედან უფრო იოლია ამიტომ PSG-მ ძალიან მაგრა ჩაწია ინტერი იყო ბურთის დაკარგვები და შუა ხაზში ყველაზე დიდი უპირატესობა ჰქონდა იმიტომ რომ ინტერს ისე რაც თქვი იქიდან მივიდივარ ეს არის ლუის ენრიკე გარდა იმისა რომ PSG ახლა უკვე ჩანს რომ უკეთესი გუნდია ლუის ენრიკეს ტაქტიკური სრული გამარჯვება იმიტომ რომ ინტერს ძალიან ბევრი მანევრი აქვს იმენა შეთამაშებული გუნდია რომ მაგალითად ბასტონის მანევრი რომელიც შეიძლება აქ აპრესინგებს მაგრამ შეიძლება ამოვიდეს ამ ხაზამდე და აქედან მაგალითად ჩამოიწიოს სიტყვაზე ბარელამ ან მხითარიანმა ანუ შესაძლებელია რომ ნახევარმცველები ჩავიდნენ დაცვის ხაზში და ესენი აიწენენ ეგეც ვერ ქნეს ვერც ერთხელ ეგ არის ანუ ერთი მხრივ გასაგებია რომ ინტერი მომზადებელი იყო ფინალში ვერება მომზადებელი იყო მაგრამ აღმოჩნდა რომ ფსიქოლოგიურად ემოციურად განწყობით გუშინ პირველი რაც ეთერში მომხდა და რაც პირიქით იყო ხო მოლოდინი ანუ გამოცდილ გუნდზე მოლოდინი გამოცდილება რა არის როცა შეგიძლია ნაკლები სტრესი ხშირად რაღაცა რომ მეორდება შენ ცხოვრებაში შეგიძლია ნაკლები სტრესის პირობებში აჩვენო ის რომ შეგიძლია და რა არის სტრესი რომ გიბორკავს ხელფეხს ისტრაფად იღლები ტვინს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება არასწორი განწყობლების მიღება ეს არის პირველად როცა ხვდები რაღაცა ამ ტიპის სცენაში და ინტერს ბევრად დიდი გამოცდილება ჰქონდა ნუ ასაკობრივიდაც და ფინალში ეს გუნდი იყო თითქმის სრულად ხო ტურამი 2 წლის წინ ტურამი და ზომერი ხო ტურამი და ზომერი და ამის მიუხედავად გოლებამდეც PSG ბევრად ლაღი იყო აი თავისუფლად თამაშობდა ჰიმნზეც რო გამოვიდნენ მეთქი შარშია ეს გუნდი მეორე რაღაც საზეც
ანუ პრესინგზე იყო იდეალური, ის მე-14 წუთის ეპიზოდიც გავხსენ გოლი გასაგები, ან არა, ნაპოლიში ესეთი არ იყო პრესინგის დროს და რაღაც. ეხლა არც ანუ არ არის ის რგოლი, რომელიც ვარდება პრესინგიდან, პლუს ორთაბრძოლებში შედის. სტაბილურად და შემდეგ და წინა გადაცემა რო ქონდა იქ ახსე თქვი და მე TikTok-ზეც თქვი და ამაზე ერთი ამბავი იყო რომ ჩემთვის ყვა რა ამ ეტაპზე არის უფრო ჩამოყალიბებული ფეხბურთელი ვიდრე ლამინ იამალი. ანუ გადაწყვეტილების მიღების კუთხით ყვარას ორივეს აქვს ეს მაგნეტიზმი შეუძლია რამდენიმე ფეხბურთელი შემოიკრიბოს, ოღონდ ყვარა შეუძლია მე პასი გააკეთოს. აი ინტერთან ლამინ იამალს რამდენიმე ეპიზოდი ქონდა, რამდენიმე ბევრი ქონდა, როცა თავისუფალ ფეხბურთელს ვერ პოულობდა. არ ამჩნევდა. ერი გარსია მე ელ კლასიკოს შემდეგ თქვა, აი ბოლო ელ კლასიკოს შემდეგ რომ ნუ იქ უკვე სხვა ატმოსფერო იყო თითქმის მოიგეს ლა ლიგა და კარხასიაზე და სხვა ხუმრობით თქვა, მაგრამ არ მაკეთებსო პასო რა და ეგ ქონდა. მე აქ არ კიდე ერთხელ ვიტყვი იქ ტალანტით არ ვადარებ გასაგებია რომ ლამინ იამალი არის მთავარი ტალანტი ფეხბურთის ახლა და 17 წლის ასაკში ფეხბურთი მე არ მინახავს იმას ასე ეტაპაში. მესისაც არ უთამაშია. ხო შეიძლება პელე მითამაშა თავის დროზე, მაგრამ 70 წლის წინ 70 წლის ის დღეს ცხოვრები ადამიანების უმრავლესობას ის არ უნახავს. მასინელი წელი სხვა არის. ანუ აი რონახო მაგალითად დინამო თბილისი 91-2 წელს და 30 წლის ახალგაზრდა კაცებს თუ ახალგაზრდა ბიჭებს აქვს გარეგნობა დღეს შეხედა ვიფიქრებ ანუ 40 წლისა. რეალურად ეს ხო უფრო გვიან გარდაცვალების სასაკმა მოიმატა, უფრო გვიან იწყებს ჩამოყალიბებას. ანუ 17 წლის 1958 წელს 17 დღეს არის კომპლექტაციით, ფსიქიკით, ცხოვრებისთვის აბსოლუტურად ორი განსხვავებული რეალობა რა. როგორც ხა აბსოლუტურად სხვა თამაში იყო ის მაშინ. მორალ რაღაც საბაზისო მონაცემებით გავდა თანამედროვე ფეხბურთს. მაგას რაღაც დავუმატებ რა. აი ეგ შედარება როცა ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ის რომ პელე რო იზრდებოდა იმისი ვარჯიშები არ ყოფილა ისეთი როგორც არის დღეს და აი საერთოდ რა შუაში დღევანდელ გადაცემთან მაგრამ პელე რო გაჩენილიყო რაღაც ეხლა 15 წლის წინ ეხლა იქნებოდა რა ტალანტი იქონდა იგივე ეგ გასაგები მაგრამ მოკლედ ხო ან ტალანტი არ ვადარებ მაგრამ ამ ეტაპზე ყვარ არის უფრო ფორმირებული და ჩამოყალიბებული ფეხბურთელი და ყველად არ ითხოვდა ლუის ენრიკე ზაფხულიდან მის მოყვანას ხო ანუ პარას მოსვლის შემდეგ ეს როტაციები შეტევაში პრესინგის ინტენსივობა ყველაფერი PSG-ში შეიცვალა. ეგ არის ძალიან საინტერესო ასკი, რომ ლუის ენრიკე არის ერთ-ერთი ყველაზე დოგმატური მწვრთნელი. მე მაგალითად თითქმის არასოდეს არ მიყვარდა ხოლმე. მიუხედავად დიდი პატივისცემისა. მისი დოგმატურობა ჩანს რაში, რომ ბაპერო სანამ წავიდოდა, იქამდე აქვს ერთი ძალიან საინტერესო ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ როცა მბაპე რა გეშველებოდა და გავხდებით უკეთესიო შეტევაშიც და დაცვაშიც. ერთ-ერთი ყველაზე ლუის ენრიკეს გაგებით, აი მისი სახასიათო გუნდი ეს არის ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე. ძალიან მაგარი ნაკრები იყო. ხო, რომელიც იყო შემადგენლობით ერთ-ერთი ყველაზე სუსტი, აი დანი ოლმო იყო შეიძლება ვარსკვლავი, ანუ ესპანეთის ნაკრებს ვარსკვლავური თვალსაზრისით ესეთი ღარიბი შემადგენლობა ამ საუკუნეში ნამდვილად არ ყოფილა. 17 წლის პედრი იდგა რა. მე მაშინ 17-18 წლის იყო. პედრი იყო გავიშეტე შემტევ ძალიან უჭირდა. მორატაში თავდასხმაში. ამის მიუხედავად ეგ გუნდი აპრესინგებდა სასწაულად მაგრად. აი იტალიის ესპანეთის ნახევარფინალი მახსოვს ძალიან მაგრად და იქ იყო რომ 120 წუთი იტალია იყო ისეთი პრესინგის ქვეშ, რაც ეგ გუშინ ახლა წეგანაცურე. მაგ დროს ყოველთვის გაქიმის მოლოდინი რომ აი ვერავდივარ შეტევაში, მაგრამ გაძლებაზე ვითამაში რაღაც მონაკრებს. იტალიამ გაძლებაზე 120 წუთი. და ლუის ენრიკესთვის მოთამაშე რომელიც შეიძლება ნაკლებად სახელიანია და ნაკლები ტალანტის მოცულობა აქვს, მაგრამ მის ტაქტიკურ ხედვებს შეესაბამება უფრო ფასეულია. ხუჭას შემთხვევაში ანუ ჩანს რომ ზუსტად იცოდა რომ ის მის ძალიან დოგმატურ, ძალიან ტაქტიკურ ფეხბურთში სულ ფასოვნად შეესაბამება. ანუ მის ხედვებს შეესაბამება, აი ამ ფლიან სურათს არ შეწარცვლის და გარდა იმისა, რომ ხუჭა რა ტალანტია და ბურთით როგორ თამაშობს, ეგ ხო გასაგებია და ცხადია და ამაზე ბევრი საუბარს აზრიც არ აქვს, მაგრამ ჩემთვისაც ახალი იყო ნაპოლის ხუჭასთან მიმართებაში ასე ტაქტიკურად მოწესრიგებული, ორგანიზებული ხუჭა ჩვენ მის ევროპული კარიერის განმავლობაში ჯერ არ გვინახავს. ხო, თან ლუის ენრიკეს რამდენიმე ეტაპი ჰქონდა, ბარსელონაში ეს იყო ტოპ დონე, ესპანეთის ნაკრებში ევროპა იყო ტოპ დონე და შემდეგ იყო ის კატასტროფა მაროკოსთან, ხო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაშია, რაც შეიძლება ნახოთ, რომ ის სიმფსონების მიმირვა ბურთს რო აგორავენ და მაყურებლებს რო ეძინებათ, ეგ იყო. და PSG-ც ზამთრამდე იყო დაახლოებით ეს
თითქმის 80%-იანი ბურთისპლობა, და აბსოლუტურად სტერილური ბურთისპლობა, სადაც მომენტების წყარო იყო ძირითადად მაშინ დემბელე ჰაკიმის ფლანგი არსებობდა, უბრალოდ ეგ ჩიტკოდებით იყო იმდენად ძლიერია ორივე ინდივიდუალურად, რომ იქიდან რაღაც მომენტ შექმნიდი. სხვა არაფერი არ არსებობდა და უცებ ფაბიან რუისი ხო რატო იყო კრიტიკის ობიექტი, ფაბიან რუისი სულ სხვა ფეხბურთელი იყო ესპანეთის ნაკრებში და სულ სხვა იყო PSG-ში. უბრალოდ ახლა ტრანსფორმირდა შემდეგ ზამთრიდან მოყოლებული. პლუს PSG-ზეც უნდა ითქვას, რომ თვითონ გუნდის ან პროექტის არსი შეიცვალა. PSG აქამდე იყურებოდა ესე აშენებდა პროექტს, რომ ვის უნდა გადაუხადოთ ფული, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ. ეხლა გადაწყვეტეს, რომ როგორ უნდა ავაშენოთ გუნდი და მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. ეგ ძალიან სიმბოლურია რა ეგრე მოხდა და სწორიც არის, იმიტომ რომ PSG-ს მიმართ ეს ჰეითი რაც არსებობდა აქამდე იყო აბსოლუტურად დამსახურებული ჰეითი. იყო დამსახურებული და იყო აი ცოტა ისეთი დაბიო შეძლებული ადამიანის ხევას გავდა, რომელსაც რაღაცი სწრაფად გულავს ყველაფრის კიდევ. ხო, ყველაფრის კიდევ უნდა. და რეალურად ეგ შეიცვალა ყატარის სოფლიო ჩემპიონატის წინ. ეგ პირველად ქონდა ლეკით სტატია, როცა დავიკითხე, ვიფიქრე, რომ ნამდვილად ეგრეა თუ არა, ანუ არსი რა იყო, რომ ყატარის სოფლიო ჩემპიონატამდე PSG-ს ფლობელებს ეს გუნდი კონდათ განხილული სოფლიო ჩემპიონატის როგორც სარეკლამო პროექტი. შესაბამისად იყო მზაობა, რომ ნებისმიერი თანხა უნდა ჩავდოთ იმისთვის, რომ ყატარის როგორც სახელმწიფოს სარეკლამო იმიჯის ბილდაპი შედგეს. მესი, ნეიმარი, ბაპე იმიტომ მოხდა სოფლიომდე, რომ სამი მთავარი ფეხბურთელი იმ სოფლიო ჩემპიონატს უნდა ყოფილიყო PSG-ს. აქამდე იბრაჰიმოვიჩი იყო, ანუ ეს კონცეფცია მუშაობდა. და ამის შემდეგ გადაწყვეტეს რა, რომ ეს უნდა იყოს ახალგაზრდა საფრანგეთს აქვს უდიდესი საფეხბურთო ინდუსტრია, ხო? ანუ ამდენი ნიჭიერი მოთამაშე, რამდენიც საფრანგეთს პრინციპში უკვე ბოლო 30 წელი ყავს, ვერც ერთი ქვეყანა, ანუ ესპანეთი შეიძლება ხანდახან შეედაროს, ხომ ვერც ერთი ქვეყანა დიდი საფეხბურთო კულტურა ვერ ქმნის ამდენ ახალგაზრდა ტალანტს და იდეა ეს იყო, რომ ეს უნდა იყოს ახალგაზრდა ფრანგების გუნდი და არა გუნდი ვარსკვლავებით, არამედ აი სტრუქტურირებული კონცეპტუალური გუნდი, ამიტომ მას მიყვარს ლუის ენრიკე. ამიტომ ახლა ლუის ენრიკეზე ნაკლები დანაშაულის მქონე გაუშვიათ, მაგრამ შარშან დატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გაეშვათ კიდეც, მაგრამ ეს ხედვა, რომ ყველაფერი უნდა მოვარგოთ და თუ სტრუქტურული მწვრთნელი მოგყავს, მოდი ყველა დეტალით. მოდი ბაპეც გაუშვათ და ხელი შემშლელი არ ყავდეს იქ? ხელი შემშლელი არ ყავდეს, რომ ბაპეზე მაგას ამბობს, რომ ძალიან რთულია მწვრთნელისთვის ყავს მოთამაშე, რომელიც ისე მოძრაობს, როგორც თვითონ უნდა და ჩემთვის ახლა ცოტა უხერხულია რომ ბაპეს ესე საუბრობს, იმიტომ რომ ჩვენ თანამედროვე ფეხბურთში ამ ტიპის და მასშტაბის მოთამაშე ძალიან ცოტაა, ხო, twin-ი არის. მაგრამ მისთვის იყო პრობლემა, იმიტომ რომ ბაპე მოძრაობს იმდენად არასტანდარტულად, რომ ჩემთვისვე იქნება გაუთვალისწინებელი სცენარები თამაშის დროს. და ხვიჩას შემთხვევაში მან მიიღო ძალიან დიდი საფეხბურთო კლასი, მიიღო ეს რაღაც საფეხბურთო ჯადოქრობის დიდი დოზა და თან მიიღო ეს ტაქტიკური დისციპლინა, რომელიც არ ირღვევა და ყველასთვის ხვიჩა ამ კუთხით და დემბელეს ესე ტრანსფორმაცია, დემბელი არის ყველაზე დისციპლინირებული მოთამაშე, რომელსაც შეიძლება ანდო რაღაცა შენი გუნდის პრესინგის დაწყება მაგალითად. ამიტომ ლუის ენრიკე მართლა არის ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი. და კიდევ ერთი ძალიან გამიგზელდა ბარსელონაში ლუის ენრიკე არ უყვარდათ. ვერტიკალურ ფეხბურთს თამაშობდა ზედმეტ. იყო ძალიან ახლოს გაგდებასთან და მას ჰქონდა კონფლიქტი მესისთანაც, ფოტოშორის, იმიტომ რომ აი ეს ლუის ენრიკეს დოგმატურობა იყო ამაღიზიანებელი, ხა მესი, ნეიმარი, სუარესი ყავს და ჩვენ მივხედავთ, დაახლოებით ეგ იყო. და ლუის ენრიკეს ბარსელონას ტრებლში მოუწია თავის პრინციპებზე უარის, ანუ მე რომ ვკითხო ლუის ენრიკეს რომელი გამარჯვება უფრო უყვარს, გონია რომ ეს იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად მისი შემოქმედება და ის მაინც არჩება რომ მესი, სუარესი, ნეიმარი ყავდა და ამაღამ ის არ იყო ისეთ კანონიკური ბარსელონა ის არ იყო, ანუ ის არ იყო გვარდიოლას და კრუიფის ბარსელონას, კი? ის ბევრად ვერტიკალური იყო, ვიდრე ტრადიციულად უნდა იყოს ბარსელონა. და ბევრად ისეთიც სათამაშო არასტრუქტურული უპირატესობით, არამედ ხარისხობრივი სათამაშო უპირატესობით რომ ფონს უნდა გასულიყო. ხო, კიდე ერთი მნიშვნელოვანი და საჭირო ამბავი, რაც უნდა ვთქვათ, მოდი დღეს ესე ვიტყვი. თუ გაგეხარდათ ხვიჩა კვარაცხელიას გოლი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დავაიქეთ ეს ვიდეო. კაი რეკლამა იყო. ხვიჩა ხო, მაგ ლოგიკით თუ წავედით, გამომწერები არ დაგაკლდეთ, იმიტომ რომ კი.
ძალიან რთულია გუშინ ელემენტი ნახოს და ხვიჩა კვარაცხელიას გოლი არ გაუხარდა. აგიკვირდება და რამოდენიმეს მე ვიცნობ კარგად. არ ინტერის გულშემატკივრის ფისაც იმ დროს გაიტანა უკვე პირველი გოლი არ იყო და რაღაც. არა, ხვიჩას რო არ გაიტანა, მე ალბათ ინფარქტს მივიღებდი. ნუ მიკროს მაინც უეჭველი. ხო და რას ფიქრობთ, მოდი ინტერზე მე ცალკე გავაკეთოთ გადაცემა, იმიტომ რომ ძალიან ბევრია სალაპარაკო, თუნდაც რაც უფროსობამ ქნა ეხლა, უფროსობამ რა ამ ფლობელებმა რაც ქნეს იმ ოუქტრიმ ყურვანორდი რო ბილეთების გარეშე დატოვეს და ინძაგის ეს წასვლის ამბები ცოტა უფრო რო ნათელი მოეფინება ამ ყველაფერს, მე ვისაუბროთ პარის სენ-ჟერმენის მომავალზე რას ფიქრობთ? მხოლოდ ძალიან კარგი მოლოდინის შეიძლება გქონდეს, რომ ძალიან ახალგაზრდა გუნდია, სტრუქტურირებული, კიდევ უფრო მეტი ზრდის პერსპექტივა აქვს და როცა კვარა, დუე, ბარკოლა და დემბელე ყავს გუნდში, ანუ 4-ვე მზარდია, ანუ დარწმუნებული ვარ, რომ მათ 4-ეულის პიკი შეიძლება დემბელეს პიკი ახლა და დანარჩენი 3 შემთხვევაში არც ასაკობრივ არც კარიერის განვითარების თვალსაზრისით პიკი ჯერ არ არის. და თან ესეთი სტრუქტურა აქვს PSG-ში საწყობილი, დალაგებული. პრინციპში შემდეგ წელსაც ახლა დაანახულია, რომ მაისის ბოლოს თუ ივნისის დასაწყისში საუბრო რა იქნება სექტემბრიდან საფეხბურთო საყვარელი ძალიან სწრაფად იცვლება, მაგრამ შემდეგ წელსაც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. კი. მე მგონი ერთი პოზიციაა, რომელიც დააპდეიტება შეუძლია. ცენტრალური დონარუმ არ არის ლუის ენრიკეს სტილის მეკარე. თუმცა ეხლა მესმის რომ ძალიან ძლიერი აქვს პლეიოფში, თავის სეივები და რაღაც, მაგრამ ეს არის ესე რა, მონეტას რო ორი მხრიდან შეიძლება შეხედოთ. რო ყოფილიყო ლუის ენრიკეს სტილის მეკარე, შეიძლება ის მომენტები არ ყოფილიყო. და ის სეივები არ დაჭირებოდა PSG-ს. ფეხით ნორმალურად თამაშობს, გუშინაც ცადა რომ ინტერისთვის მიეცა რაღაც შანსები, გამოსულა სულელურად გამოხდა კარიდან. მე მგონი აჩოს თუ მარკინიოს რო დაეჯახა ერთად და მარკინიოს დაეჯახა. ხო, რაღაც ესენი ქონდა სტილით არ შეფერება. ამიტომაც არის რომ ლუკა შევალიაზე მიდის საუბარი, რომ 1000 ფორმატში ეგეთი ტიპის მეკარე ხო პლეიოფებში ძალიან დიდი დავა. ხა ენფილდზე გამარჯვება არის დონარუმას კი აბსოლუტური შემოქმედება. ასტონ ვილასთან ის სეივები არსენალთანაც რაბუთები. უბრალოდ ჩვენ ხო ყურებთ თელ სეზონს. დონარუმ კინაღამ ჯგუფში ჩერდა ჯგუფი რა იმ რაღაც დიდი მასშტაბი იყო. იქ იყო PSV-სთან ცუდი გაშვებული გორთეიძე, საშინელი თამაში არსენალთან, კიდევ ყველაზე დიდი ბაიერთან საფონოვი დააყენა ლუის ენრიკემ. ბაიერთან მნიშვნელოვანი თამაში დააყენა საფონოვი, იმდენად უკვე დონარუმას შერყეული ქონდა პოზიციები. მაგრამ დიდ თამაშებში იმუხდება ეთქობა ეს ტიპი. ყველაზე დიდი ამპლიტუდა აქვს დონარუმას, მისი საუკეთესო თამაშის დროს არის ყველაზე მაგარი მეკარე მსოფლიოში, ანუ იგივე ევროპის ჩემპიონატი ვახსენე და ყველაზე იოლად შეუძლია ამ კლასის მეკარისთვის აუხსნელი შეცდომა ქონდეს. გარდა ფეხით თამაშისა ერთი და გამოსვლებისა მეორე. ერთი ტენდენცია რაც არ მიყვარს ეს არის მეკარე ფეხით თამაშის როლის ზრდას რას გულისხმობ. ანუ მეკარე რომ მარტო ფეხით თამაშობს მნიშვნელოვანი გასაგებია, მაგრამ მეკარეზე პირველს რომ მოგრო ფეხით მაგრა თამაშობს. ბიჭო, მეკარია რას უკვე ფეხით მაგრა თამაშობს. შენ ბურთს როგორ იჭერს? ეგ მითხარი და ამის იქით თუ ფეხით მაგრა თამაშობს, მაგას რა ჯობია. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აი ეს ტენდენცია ხო წამოვიდა რომ თანამედროვე ფეხბურთის სტრუქტურა მას მოიტანა რა რომ მე მაინც არ მიყვარს, მაგრამ ამის გარდა დონარუმას აქვს აი ამ კლასის მეკარისთვის ამდენი დიდი შეცდომა, გარდა იმისა რომ იტალიის ნაკრები ყავს დატოვებული ევროპის ჩემპიონატი ხომ მოაგებინა, მაგრამ ფეხბურთის მიღმაც დატოვა. და PSG-შიც ხა ყოფილა გავარდნა მანჩესტერ იუნაიტედთან მაგალითად, რომელიც მისი დამსახურება არის აბსოლუტურად. ხო, ანუ ისეთ სტაბილურობის ხრივაც მე მგონი საფრანგეთში არის მეხუთე ყველაზე ცუდი მეკარე პოსტ-ჯოდიქს ჯერას ითვლება რა, მოგერი დარტყმების და მოგერების შეფარდების ხრივაც. ანუ ეგ არის პოზიცია, რომელიც შეუძლია დააპდეიტონ. სხვა მხრივ გასაგებია რომ მეც გეთანხმები რომ ნუ ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი PSG ულაპარაკოდ იქნება მომდენო სეზონში. ხო, რატო არ უნდა გაიზარდოს ეს გუნდი? მით უმეტეს ხა ამ გუნდმა თავის თამაში იპოვა სადღაც იანვრიდან, ხო, დეკემბერ-იანვრიდან. შესაბამისად ჯერ ძალიან ახალგაზრდა პროდუქტია რა, ანუ კიდევ და კიდევ უკეთესი გახდება, ხა წეგან საუბრობდით რომ მთავარია მან კლუბის ხელმძღვანელობამ არ გააკეთოს ის რომ აი რაღაცა ბალანსი არ დაარღვევს, მაგრამ ალბათ რადგან ლუის ენრიკე ყავს, რომელიც საკმაოდ ავტორიტარი კაცია, ავტორიტარი რა, სამისი წესებით უნდა იყოს გუნდი აწყობილი,
გონია რომ მისი სურვილის წინააღმდეგ არაფერი არ იქნება, მით უმეტეს ახლა იმ ხელა კარტლაში გაკ ხო ახლა შენ ამდენი წლის მერე თან ლამინი ამალი ხო ახსენეთ არა ლამინი ამალის ხო ახლა ისე უყურებ ყველა რომ ჭერი არ ჩანს მისთვის ჩემთვის დუესთვისაც არ ჩანს ჭერის არ შეიძლება წავიდეს იმდენად ანუ ფორმირებული და სრულყოფილი მოთამაშე ჩანს 19 წლის ასაკში მე მაგ ერთი ცოტა ისეთი რაღაც ანთლად unpopular opinion არ არის მაგრამ გონია რომ ხვიჩა კვარაცხელია ჯერჯერობით თავის პოტენციალის ნახევარს იყენებს და აი რაღაცა კატასტროფულად ბევრი შეუძლია კიდევ ანუ ამაზე ბევრად მეტი შეუძლია ეგრე მგონია იმიტომ რომ აი ყოველ რაღაცა თვიდან თვემდე უკვე ისე უმატებს ყველა ასპექტში რომ მგონია რომ აი ჯერ ნახევარი არ გვაქვს ნანახი ნახევარი ძალიან ბევრია მაგრამ ის რომ ყოველ წელს ხდება უკეთესი და მისი სათამაშო არსენალი უფრო მრავალფეროვანი ეს ფაქტია მაგალითად რამდენი გოლი აქვს მარცხენა ფეხით შეგდებული და პირველ სეზონში მისი საყვარელი მანევრი თუ იყო ცენტრისკენ შემოტევის ჩემი თავის ბაჯოს და დელ პიეროს გახსენება მაგ დროს 90-იანიდან თუ დაიწყება ფეხბურთის ყურება ხო ცენტრში შემოსვლა რაღაცა სიტყვა ზამახრუსული სიტყვის გამოყენება არ მინდა მაგრამ რომ ცველს ათანავე მოტეხვა და მე არ ტყავ ეგ იყო მე შარშანდელი ნაპოლი ხოთოსალის ხვიჩასაც და ძალიან ბევრი კრიტიკა შეხვდა უსამართლოდ რომ შარშანდელი ნაპოლი იმდენად დიდი ცირკი იყო რომ იქ შეუძლებელია ფეხბურთი ითამაშა ხო რაღაცა 7 მწვრთნელი როცა იცლება და წელს აქვს დაცვითი დისციპლინა ვახსენეთ ტაქტიკური დისციპლინა ვახსენეთ ათლეტიზმიც მომატებული აქვს მის კულტურის მასალა ბევრად უფრო დიდია და ძალიან მაგრა შემოაქვს შუაში ხო გადაიტანა მაგნე მხარეს და მე მარცხნივში მოატრიალა ასპანულასთან გოლი არის ამისი ყველაზე გუშინაც ცოტა დააკეთა ანუ ცველისთვის მაგარი რთული ხდება უკვე პროგნოზირება ხო მე მახსოვს ინტერთან იყო პირველი თამაში კვარას პირველი თამაში ინტერთან ინტერი მას ჩემპიონი გუნდი იყო და ნაპოლი წააგო იქ და იყო მაშინ იმ ნაპოლის ჩადოსნურ სეზონში კვარას ყველაზე სუსტი თამაში იმიტომ რომ ინტერს მაგრად იცავდა თავს სიუცეები მაგრად შეუძღუდეს და აი შესწავლილი ყავდაო ეგ იყო დუმფრის მაგალითად რომ შუაში შემოდის და შუაში რამდენიმე შემოიტანა და არტყა და დაუფარეს და უშინ ბევრად არაპროგნოზირებადი იყო პოზიციურადაც ბევრად ხშირად იცვლის პოზიციას დემბელის შემთხვევაში ერთ-ერთი აი დაუფასებელი ამბავი დემბელის ტრანსფორმაციის ის არის რომ პოზიციურად ძალიან მრავალფეროვანია დემბელე სრულცხრიანის როლს იდეალურად ასრულებს თან აი კლასიკური სრულცხრიანი აი ხა ყველა სრულცხრიანს უძახიან ვინც სალდამსხელის პოზიციიდან მიდის მაგრამ სრულცხრიანი ვინც სიღრმეში ჩამოდის დემბელე ფლანგებზეც გადადის და აი სიღრმეში ჩამოსვლა არსენალთან გამოჩნდა მაგრამ და გუშინაც მესამე გოლის დროს ხო გააკეთა აჩერბია მოიყვანა ხაზიდან და კუცლით პასი და ისე რა უნდა დააჩერბის იქ კითხვა კი გამოჩნდა მაგრამ ნუ აი არა გუშინ ნუ ეგ სრულცხრიანის პოზიცია რომ წელია მოაბიდოს ხაზი დაცვის ხაზიდან და იქ გაარჩინოს ნაპრალაცვლიან ანუ ერთი არის ცოცხლიანი რა მაგას ლაუტაროთ მაგრამ აკეთებს ხო და გავხდით რომ ამოდის ამოყავს მაგრამ აქ არის რომ იგივე პოზიცია შეიძლება მოიგოს ხუჩამ ხუჩაკუში მარჯვნივაც იყო რამდენჯერმე დუე შეიძლება შუაში შემოვიდეს ანუ რეალურად შეყავს სამი ფორვარდი და ბარკოლა რომელიც ცოტა დაიჩაგრა ხა ჩვენ აღწყვეტო დაიჩაგრა მაგრამ სუდან გახსნებში არის ძალიან მაგარი ფეხბურთელი არის ბარკოლა სეზონის პირველი 3-4 თვე ბარკოლა იყო ლიდერი და უცხოელი იყო ბარკოლა რეალურად ანუ ჩანდა რომ PSG ბარკოლას გარშემო უნდა აეწყოს გუშინთან პირველ 15 წუთში იყო როცა დუე რამდენჯერმე გადავიდა ისე რომ კვარა არ გადმოსულა ორ მაგთან აი გოლის დროსაც დუე იქით აღმოჩნდა იქიდან გააკეთა პირველი გოლის დროს პასი ანუ კრუიფის ფეხბურთი რაც იყო რაღაც ეტალონური არის ხა PSG-ში უფრო ბარსელონა მე მგონი ცოტა უფრო სხვა ფეხბურთს თამაშობს ის საერთოდ ფლიკმა გადაწონა ანომალიური ის არის რაღაც თუნდა ბარსელონა სანახაობისკენ ზედმეტად გადახდები უფრო ჯადოსნურიერი გეთახმები სანახაობისკენ ან ბალანსი შედეგს და სანახაობას შორის ასე იყოს გადახრილი სანახაობისკენ სხვა გონი მე არ მახსენდება და ამიტომ არა ბევრ შეაყარა თავი და ძალიან დიდი გავლენა შეუძლია ფეხბურთზე მოახდინოს ამ თვალსაზრისით მაგრამ აი რასაც ვქე კლასიკური აი დოგმატური ბარსელონა რო კრუიფის პრინციპებზე აწყობილი ახლა PSG-შია ყველაზე კარგად ესე განსხეულებული კარგი, თავიდანვე ვთქვი რომ ბოტანიკაზე ვილაპარაკოთ თქო, მაგრამ ერთ კითხვასაც დავსვამ და ახალი ფორმატი. გაამართლა თუ არ გაამართლა? იცი რა, უფრო გაამართლა ვიდრე არა. ანუ ჩვენთან ბეტსონში ქონდა რამდენიმე გადაცემა და
ყოველთვის ეს ფორმატზე ვიწყებთ. მე კომენტარებში ვწერდი, რომ ფორმატზე ნუღარ ლაპარაკობს რა. იმეთი ხარეწინებად, ანუ წლევანდელი ლიგა ძალიან მაგარი იყო, ნამდვილად. ანუ ხარვეზელი აქვს, იმიტომ რომ რაღაცა ასპექტებით ყველაზე სპორტულად და ყველაზე თანაბრადაც არ გამოიყურება. მაგალითად იგივე PSG-ს ერთ-ერთი ყველაზე რთული გზა ჰქონდა და ჯგუფშიო დარჩენილი იყო, რომ გაბრაზებულიყვნენ ძალიან ახალ ფორმატზე იქნებოდა სამართლიანი, იმიტომ რომ ყველაზე რთული კალენდარი ჰქონდა PSG-ს. ანუ ცოტა არასაფეხბურთო ისეთი old school დოგმატურად რო შეხედო ფორმატი არ არის, თუმცა გადაჭრა ჯგუფური ეტაპის პრობლემაა, იმიტომ რომ ძველ ფორმატში ჯგუფური ეტაპი აღარ იყურებოდა უკვე, როცა შენ გაქვს ჯგუფში რაღაცა Bayern, City, Slovani და შტურმი, ხო, ნუ აზრი არა აქვს, ხა მაინც Slovani და შტურმი გავახსენდა კაკალები. ხო, სწორედ ზვეზდა მაგალითად, ხო? შესაბამისად, ყველა ტურში გვაქვს ხარისხიანი ფეხბურთი, ერთი, ძალიან დასამახსოვრებელი და კარგი თამაშები იყო ეს ჯგუფური თამაშებიც, რატომ? იმიტომ რომ ბოლო ტურამდე ვერ ითვლი შენ კულების რაოდენობა არასოდეს ბოლო ტურამდე კი არა, ბოლო წუთამდე ვერ ითვლი. ან სულ გჭირდება 6 მოვიგე და მოდი აღარ ვითამაშებ. ეხლა იმ 6 კაციან 6 თამაშიან ან 4 გუნდიან ჯგუფში იყო ხოლმე ეგ რომ პირველი 2-3 მოიგეს და უკვე ბოლო ტურების წინ იცი რომ ეს პირველი იქნება ეს მეორე. ანუ ინტრიგას ინაჩუნებს ძალიან მაგრა. ყოველ ტურში გვაქვს ხარისხიანი ფეხბურთი. პლეიოფები წლევანდელი იყო ერთ-ერთი საუკეთესო მე რაც ფეხბურთს უყურებ, იმიტომ რომ PSG ლივერპულის დაპირისპირება იყო ძალიან მაგარი. ბარსელონა ინტერის ნაირი 210 წუთი მე არ მინახავს და არც ცოტა ფეხბურთი მინახავს ალბათ. ანუ ესეთი ერთი თამაში ყოფილა მანჩესტერი რეალი იყო ერთხელ ოლდ ტრაფორდზე იგივე ფეხბურთი ელ ფენომენოში. ეგეთი ერთი თამაში შეიძლება ყოფილიყო. ორი თამაში ამდენი გოლით ასეთი დრამატულობით მე ფეხბურთში არ მინახავს. მეც არ მახსენდა. ხო, ამიტომ წლევანდელი პლეიოფი შეიძლება იყოს საუკეთესო ან ერთ-ერთი საუკეთესო. ერთადერთი კითხვა, რაც ამ ახალ ფორმატს აქვს და აქვს ყველაფერს, ეს არის თამაშების რაოდენობა. ანუ თამაშების რაოდენობა იზრდება გიჟურად, ამ ფორმატმა კიდევ უფრო გაზარდა. ეხლა რაც იწყება საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი, არც ველოდები და არც კარგი მოლოდინი არ მაქვს ბევრი. საერთოდ რომ არ ჩატარებული უკეთესი ყველასთვის. კვადრატშობილი ტურნირი შეიძლება გამოვიდეს, არის ხოლმე ეგეთი. ხო და ამიტომ ერთადერთი მინუსი ეს არის თამაშების რაოდენობის კიდევ უფრო ზრდა. დანარჩენი შედეგმა აჩვენა, რომ გაამართლა და რაც იყო იმას რომ ჯობდა, შეიძლება რაღაც ხარვეზი უპოვო, მაგრამ რაც იყო იმას რომ ჯობდა აუცილებლად. თავარი შიში რაც არსებობდა ამ ფორმატთან იყო, რომ რადგან 24 გადის, ყველა ტოპ გუნდი გავა. მაგრამ ბოლო ტურებში გადაწყვიტა City, PSG-ი, რომ გავა თუ არა, 8 თამაშიდან გამომდინარე. ეს შიში შეიძლება ითქვას, რომ ნუ კი ყველა გავიდა, ვინც უნდა გასულიყო 24-ში, მაგრამ ნუ მაინც მოიხსნა და ვიღაცებს პლეიოფები მოუწიათ. ზედმეტ ბევრ თამაშზე აბსოლუტურად გეთანხმები ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ რაღაცა ვირა კარგია ყოველდღე ფეხბურთს უყურებ, მაგრამ რეალურად ხარისხი ეცემა თამარ ფეხბურთის ამის. ანუ იმ პროდუქტის ხარისხი, რასაც ჩვენ მოვიხმართ, ეცემა, იმიტომ რომ ფიზიკურად უკვე შეუძლებელი გახდა. ფეხბურთელები უკვე იმას აღარ ითხოვენ, რომ რაღაც თამაშებში ამცირონ, უბრალოდ ახალი ტურნირები მაინც აღარ დაგვიმატებდა და იმასაც უმატებენ ახლა. არ ტრავმატოლოგიის ხარისხი იყო ძალიან ბევრი. კუნთების ტრავმები განსაკუთრებით, რომელიც ზუსტად ამ გადაღლილობითაა გამოწვეული. წელს იყო რეკორდულად ბევრი ჯვარედინი, ერთი რაღაცა ამან ძალიან კარგად იმუშავა, იყო ეს რომ 24 გუნდი კი გადის, მაგრამ პირველ 8-სა და იმ ერთ დამატებით ეტაპს შორის არის ძალიან დიდი სხვაობა. მაგალითად რეალი შეეწირა ამას, იმიტომ რომ შენ როცა პირობით მე-17 ადგილით შედიხარ პლეიოფში, ძალიან დიდი შანსი გაქვს, რომ ძალიან რთული გზის გავლა მოგიწევს. ამიტომ ეხლა ბოლოს PSG მოიგო, რომელიც COVID-დან წავიდა, მაგრამ ის რომ ზედა პირველი 3-4 პოზიციის მქონე გუნდებმა ძალიან კარგი შედეგი არსენალი იყო ნახევარფინალში, ინტერი იყო, ბარსელონა იყო და ერთადერთი ლივერპული ვერ გავიდა, რომელიც PSG-სთან დამარცხდა, რომელიც მეორე ნახევარი საუკეთესო გუნდი იყო. თორე რეალურად ზედა 4 გავიდა რა, ანუ რითი თქმა მინდა იმ პირველ 8 გუნდში გასვლის ფასი ძალიან დიდია. City-ს და Real-ს და Bayern-საც ნაწილობრივ, მაგრამ მოკლედ City-ს და Real-ს განსაკუთრებით ძალიან დიდი Bayern-ს თული მეტოქე მოუწია, Leverkusen-თან მოუწია თამაში. იაში მარტივად გავიდა, მაგრამ თული უნდა ყოფილიყო, ეგრე განიხილებოდა თავი. უსიამოვნოა მოკლედ, როცა შენ ქვედა 16-დან შედიხარ. ამ ფორმატს ერთად ძალიან ესეთ მაგარ ჩემპიონთა ლიგა, ალბათ აი ლივერპული ტოტენჰემით რო დამთავრდა 2019 წელი იყო, აი იქ იყო რაღაც სასწაული Ajax-ს სასწაულებს აკეთებდა. ხო, Ajax-ის და ბოლოს Ajax-ს რა უკნეს სასწაული. ეგ სეზონი, მაგრამ მაგ სეზონს მე მგონი აჯობა ამ სეზონს. ეს აჯობა. მე რაც მახსოვს, ერთი ნახევარფინალით ვარყო, ყველაფერს თავი დაანება. მე მართლა არც ეგეთი არაფერი. ანუ
არ მინახავს რაც იყოს ლევანდელი ბარსელონა ინტერს ორივე თამაში, ორივე. ეს არის საფრანგეთის არგენტინის ფინალი, რომ ორჯერ გამეორებულიყო. ის თამაშსაც რაღაცა სასწაული დრამატურგია და შინაგანი დინამიკა ჰქონდა და ეგეთი ერთი ძალიან მაგარი წელი იყო აი დრამატურგიას რაც შეეხება იკამ გთხოვა რომ ჩემი ხათრით ერთი აჩერბის შეაგინეთ ბარსელონა რომ არ იყო ფინალში და აჰა იკა მე იამალს დავაპრენე ხარ აჩერბაში იამალს რამდენჯერმე სწორი გადაწყვეტილება მიიღო იმ ეპიზოდებში ნორმალურ ფინალს დავხდი გუშინ არა იამალი ძალიან მაგარია აი ძალიან მაგარი არის აუცილებლად იამალის ყურება ყველაზე მეტად მიყვარს. ნუ მას აქვს ეს რომ თავს საფიქრობს როგორც რონალდინიო ნეიმარის ამ ბრაზილიურ გზის გაგზელაში. კი, როგორც ტალანტი მე ეგეთი ტალანტი ამ ასაკში არ არსებობდა. და ამ ფორმატს ერთადერთ რაღაცას დაუწუნებ ბოლო ტური. აი ლიგის ფაზ ბოლო ტური საერთოდ ვერ გავიგე რა ხდებოდა, რა ანგარიში იყო, ვინ გადიოდა, აი მენა ბუღალტერია შეგვტერეს პროსტა. ანარჩენი ყველაფერი იდეალური იყო მე მგონი. ეგ სეზონი ხო ფიქრობდი, რომელიც წეგან ვახსენე. შეიძლება იყო ყველაზე ახლოს მე რაც მინახავს ხა მაგაზე დავასო შეიძლება ყველაზე ახლოს როგორც საუკეთესო ჩემპიონთა ლიგა, იმიტომ რომ მაგ წელს იყო ეს მანჩესტერი რეალის ძალიან მაგარი დუეტი, გალაქტიკოსების რეალმა როცა მანჩესტერს მოუგდა, მანჩესტერიც მაგარი გუნდი იყო. მაგ წელს იყო იუვენტუსი ბარსელონა, კამპ-ნოუზე 10 კაცი მოიგო იუვენტუსმა დავითში რო გააგდეს. და მაგ წელს იყო იუვენტუსი რეალის ნახევარფინალები. ფინალი იყო საშინელება. იგი იყო ფინალი და ფინალი იყო საშინელება. ჩვენ დღეს თამაშობთ 0-0. აი ეს ფინალი იყო, თორე იქამდე მე რაც მინახავს. ალბათ იყო საუკეთესო პლეი-ოფი. და მან მილანი გავიდა აიაქსთან კიდე ბოლო წამზე შეაგდა მე მგონი დავტომასონდა თორე ვარდებოდა ანუ ინზაგი ბროთალზე გადავა კარგი ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა მადლობა კიდევ უნდა უთხრათ ტერმინალს იმისთვის რომ ეს სივრცე დაგვითმო მადლობა უნდა გითხრათ თქვენ რომ ახლა ამ წუთას ამ ვიდეოს ალაიქებთ ოღონდ ჯერ ტელეფონი ამოატრიალთ და ისე დაალაიქეთ და მანდ სადღაც subscribe ეწერება და თუ შეიძლება მაგასაც დააჭერეთ ან გამოწერა. დიდი მადლობა დროებით. შევხვდებით მალე ხო და ტრადიციული დამშვიდობება, ეს ტრადიციული დამშვიდობება შემოვიღეთ. ითამაშეთ ფეხბურთი, უყურეთ ფეხბურთს და რაც მთავარია გიყვარდეთ ფეხბურთი.